თერაპევტთან მოდიან როგორი მოლოდინებით, იცი რომ შეგვარიგე რა. და ვეკითხე რომ რა ოჯახდებით. და ხშირად მესმის როგორი ფრაზა იცი, აბა რა ვქნათ? სიყვარული მქონდეს, მაგრამ მაინც შორდები. ერთ საღამოს უბრალოდ ვახშამზე, ჩაიზე გადავწყვიტეთ რომ შორდებით. შეიძლება სიყვარული გაქრა, მაგრამ პატივისცემა დარჩა. ქალს უფრო მეტად უჭერს თუ კაცს. ჯოჯოხეთში ყოფნა არისო. ბავშვობაში სადღაც იქ და მაშინ გამჟდარი მაქვს რომ ყველაფერი ჩემი ბრალი. ანუ შენ ახსენე გამარჯვებულის და დამარცხებული გამოდის მაშინ ის ადამიანი. მაკლია დედა, მაკლია და, მაკლია რაღაცა ზრუნვა და სიყვარული მერევა ამ ზრუნვაში. გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტს ურთიერთობებზე. მე ლიკა ვარ. და ჩვენი სტუმარი არის ნინო კერასელიძე, ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. ნინო, სალამი. სალამი. არ წარმოგიდგენია თემა და როგორც წესი, ყოველთვის რაღაცა შესავალივით მაქვს ხოლმე თემაზე და დღეს რაღაცა არ წარვადგინე წინასწარ, მინდა რომ პირდაპირ კითხვით გადმოვიდა შენთან. რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს გულისხმობ წყვილში მეუღლეები? რატომ ხდება განქორწინება? ბევრი მიზეზის გამო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ლიკა რომ მომეწვია შენთან პოდკასტში. ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. კი და ეს თემა არის ჩემი უშუალო სამუშაო საკითხები რა თქმა უნდა და საკმაოდ ისე ხშირად ვხვდებიან კლიენტები. თუ უპასუხებ კითხვას რატომ ალბათ ერთადერთი პასუხი მექნება იმიტომ რომ ერთმანეთთან აღარ შეუძლიათ ცხოვრება. არაფერი აღარ არის რაც აკავებს მათ ურთიერთობას. თუ ვიტყვი როგორ შორდებიან, აქ კიდევ უფრო სიღრმე გვექნება იმ კუთხით, რომ შორდებიან ხშირ შემთხვევაში მექანიზმებით, რომლებიც აღარ მუშაობს. გასგულისხმობ? კი, აი მაგალითად ნახე როგორი მექანიზმებით გვიყვარდა ერთმანეთი, უძლებდით ერთმანეთს, ანუ ძალიან ისე პოზიტიური განწყობებით ვიყავით ერთმანეთის მისამართით და დაგროვდა ბევრი ემოცია. ბევრი წყენა, ბევრი გაღიზიანება, ბევრი ისეთი საკითხი, რომლის გადალახვა ორივე მხარეს უჭერს. და ხშირ შემთხვევაში ეს არის დაშორების ერთ-ერთი პირველი და მთავარი, ესე ვთქვათ, ნიშანი. რომ ვერ გვესმის ერთმანეთს. წენა და ვერ გაგებ. მე ვუყურებდი სტატისტიკას. არ ვიცი რამდენად შეიძლება სწორი იყოს ამჟამად, მაგრამ ნუ სტატისტიკა რიცხვებია, რაც მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა რომ რაც არ ვიცოდი რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი წყვილის არის განქორწინებაში, განქორწინდება და საქართველოში ყოველი მეორე ან მესამე ოჯახი ინგრევა. კი. ანუ საკმაოდ დიდი რიცხვია. ძალიან მაღალი რიცხვია და მეც თვალყურს ვადევნებ ხოლმე ამ სტატისტიკას და მეცაც გეტყვი პანდემიის პერიოდში გაიზარდა დაახლოებით 2%-ით დაშორების, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი. მთელ სოფლიოში და საქართველოში დაახლოებით 30%-მდეა გასწილი. რატო ამბობ ამას? გაიცნეს ერთმანეთი პანდემიის დროს ადამიანებმა. აი ეს ნიღბები ხანდახან, რომლებიც არ არის ხოლმე რა თქმა უნდა წინასწარ შემზადებული და წინასწარ რაღაცა განცდილი და მომზადებული თემა, მაგრამ არის ის რომ მინდა მოგაწონო ჩემი თავი. გაწონებ იმდენი ხანი, რამდენი შემიძლია, მე იქერთება სამსახური, სოციალური აქტივობები, პასუხისმგებლობები და შესაბამისად თუ არ მინდა, ბევრი კონტაქტიც არ მაქვს და ყველა საშუალება არის ხოლმე ამის. აი პანდემიის პერიოდში ადამიანები როცა მოხდნენ ერთ სივრცეში და მოდი ესე ვიტყვი, ჩაიკიდნენ სახლში, მოუწიათ ერთმანეთის დანახვა და გაცნობა. ანუ რეალურად განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს პირიქით აი ეს დასაწყისის რაღაცა მიზეზი. ხო, ანუ შეიძლება წყვილი, თუმცა არც უნდა დაოჯახებულიყო. ცალსახად ხშირად ხდება ეს და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ როცა ვეკითხები რომ რა არის თქვენი დაოჯახების მოტივი. აი არის ხოლმე ხანდახან რომ წყვილი მოდის ასიაზე, რომელსაც დაოჯახება აქვთ განსაზღვრული გეგმაში და უკითხიათ რომ აი ჩვენ რაღაცა პატარა კონფლიქტები გვაქვს, გვინდა მოვაგვაროთ სანამ დაოჯახდებით და ვეკითხები რომ რა დაოჯახდებით? რა არის ამის მიზანი? და ხშირად მესმის როგორი ფრაზა იცი, აბა რა ვქნათ? შემდეგი ეტაპი ეს არის და რა ვეკითხები რას გრძნობ? აი როგორ გიყვარს ან როგორ გასაკის ადამიანებზე მეუბნება. მე ვსაუბრობ 30 წლამდე ადამიანებზე, ძირითადად. 30 წლამდე არიან ის ხალხი, ვინც მოდიან ამ თერაპიაზე. 30 წლის მერე ვინც მოდიან თერაპიაზე, ხშირად მსმენია ხოლმე ინდივიდუალურად არაწყვილის თერაპიიდან, რომ გავყვები, იცი, ეხა უკვე რაღაც ასაკმა მომიწია, ესეც გამიგია ძალიან ხშირად ფრაზა. ან სოციუმიდან იმდენად დიდი ზეწოლაა, რომ კარგი, ეხა ეს ადამიანი უარესებში უკეთესია. და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ადამიანები ამის გამოც დგავენ ნაბიჯებს, რომ იქ სოციუმიდან პასუხისმგებლობები, ან უბრალოდ სურვილი მყავდეთ შვილია, ესეც არის ხშირად. როლი არის დედობა, რომელიც სამწუხაროდ ეს ორივესთან იცი რომ თანაბრად არის.
ძალიან სასაცილოა და გაგიკვირდება. კაცების როლიც მომბაროა. კაცები ამბობენ, ნახე როგორ რაღაცას დროა რომ მყავდეს მემკვიდრე, მყავდეს შვილი. და ამიტომ დაოჯახდები. ძალიან შოკისმომგვრელი იყო ეგ ინფორმაცია ჩემთვის, იმიტომ რომ მეც იქ ვარ იმ ემოციასთან, რომ ქალის როლი არის რაღაცნაირად იყოს დედა, გადასცეს ეს ენერგია და მოკლედ განავითაროს და რაღაცა კაცებთან არ მქონდა ეგ და ეს ყველაფერი ესეც საზოგადოების ეწოლის თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დედა, ბებია, ბაბუა, მეზობელი ნათელა, როგორც წესი, არიან ხოლმე გამსაზღვრელი ფაქტორები ხშირ შემთხვევაში და ცოტა ესე სიღრმითაც რომ შევხედოთ ამას კიდევ განქორწინების ხელის შემშლელი ფაქტორებიც ხშირად არიან, ისინი რას იფიქრებს დედა, რას იფიქრებს მეზობელი, არ მინდა მე ჩემ შვილს რაღაცა ტრავმები გაყვეს და იმას ვერაცნობიერებენ ადამიანები, რომ ხშირ შემთხვევაში დარჩენილი ურთიერთობაში უფრო დიდი ტრავმაა ბავშვს ვიდრე დაშორება და ცალ-ცალკე პოზიტიური აღმზრდელობითი ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთი მიზეზი, რომ აღარ იყო ბედნიერი, მაგრამ დარჩა ურთიერთობაში, ქორწინებაში, არის ის გარემო და შვილები. არის კიდე რაღაც სხვა მიზეზები? ფინანსური ნაწილი რაც მოდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთო ბიზნესი აქვს, ან საერთო სფეროში არიან, როგორც უსაქმებელი, როგორც წესი ხშირად არის ხოლმე სამწუხაროდ ქალბატონები და არ აქვთ წასასვლელი შვილებით. კი. ეგეც არის. მანდი იყოფა ხოლმე მე პასუხისმგებლობები სამწუხაროდ ქალის კისერზე გადადის ბევრი რაღაცა განქორწინების შემთხვევაში. აი რამოდენიმე დღის წინ ეგეთი ფრაზა მოვისმინე ერთი ქალბატონისგან, რომ მეო დავშორდიო, წავედიო და მეუღლე მომითხრა ეგეთი რაღაცო, რომ შენ ხო ერთშიო დაშორება, ხო და ეხლა აიღე პასუხისმგებლობა და სულ შენ მიხედავ შულსო და ამ დროს სულ მომდის რა თავში ფანტაზია, რომ არსებობს ხალხურ რაღაცა სასამართლო სისტემა, ალიმენტის სისტემა და არ უნდა იყოს აი უბედურებაში ყოფნა ფინანსური კეთილდღეობის მე როგორც ვიცი ეს ალიმენტიც ისე მცირე არა ხო რა თქმა უნდა აზრიც აღარ აქვს მე მგონი რომ მაგ ყველაფერს მიმართა განქორწინება ეს არის რაღაცა ნელ-ნელა ხდება პროცესი თუ უცებ ვიღვიძებ და აი უნდა დავშორდოთ ძალიან ინდივიდუალურია. როდესაც ძალიან გაცნობიერებული წყვილი არის, მაგ შემთხვევაში ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სწრაფადაც კი. აი გავაცნობიერე, რა ჩემ სესიებზე ვიარე, მივხვდი რომ უბედური ვარ და მე უკვე ჩემ პარტნიორს ვეუბნები რომ მოდი მე უბედური ვარ და შენ როგორ ხარ, საუბრობთ და ერთ საღამოს უბრალოდ ვახშამზე, ჩაიზე გადავწყვიტეთ რომ შორდებთ. ესეც არის ხშირ შემთხვევაში ხოლმე. აი ცოტა არ მესმის ხოლმე, მაგრამ გამიგია მსგავსი. ეგ ძალიან ისეთი პოზიტიური ნაწილია იმ ხრივ, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთს. შეიძლება სიყვარული გაქრა, მაგრამ პატივისცემა დარჩა. ეგ ძირითადად მაგ დროს გვაქვს ხოლმე. მაგრამ აი ის რომ ნელ-ნელა მივდივართ დაშორებამდე ცალსახად არის ვითმენ და მეტი აღარ შემიძლია და ეს აღარ შემიძლია ხანდახან არის ხოლმე რომ ერთ დღეს უბრალოდ აი მართლა იბუდკებს. ემოცია და როგორც წესი არც ერთ შემთხვევაში მშვიდობიანი არ არის. არც ერთ შენ ახსენე რომ შეიძლება სიყვარული გაქრეს, მაგრამ პატივისცემა დარჩეს და არის პირიქით რომ მაგალითად სიყვარული მქონდეს, მაგრამ მაინც შორდები. ვიცი რა, ესე ძალიან გამიჭირდება ხო პრაქტიკიდან გითხრა, იმიტომ რომ საქართველოში მასეთ დროს თერაპიაზე არავინ არ მიდის ცალსახად. ამ დროს მე მგონი პირიქით ამ დროს უფრო საჭიროა რა. ყველა შემთხვევაში მხარდაჭერისთვის ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან იშვიათად მაქვს ეგეთი გამოცდილება, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ უნდა დავშორდეთ. ეს უფრო მეტად მომისმენია ხოლმე აი შეყვარებულობის პერიოდში, სერიოზული ურთიერთობა, როდესაც არის რომ რაღაც გარემოებები გვაიძულებს დავშორდეთ ხშირ შემთხვევაში, თორე აი დაქორწინებულების შემთხვევაში ფაქტიურად არ მსმენია და არც кейსებად არ მახსენდება, რომ სადმე გულწრფელად წამეკითხა. ერთადერთი ეხლა რაც უცებ თავში ამომიტირტივდა არის ძალიან მცნაური ამბავი. სამი შემთხვევა მაქვს ეგეთი. ქალბატონებთან მუშაობ ინდივიდუალურ სესიაზე და იქ იყო რაღაცა შვილთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც მეტწილად ქალბატონების მხარეს იყო მოკლედ მოსაგვარებელი სამუშაო და რამოდენიმეჯერ მოვისმინე ეს ფრაზა, რომ მე თუ შვილი არ მეყოლება, მე ვაპირებ რომ დავშორდეთ ჩემს მეუღლეს, რომ იმას შვილი ყავდეს და იყოს ბედნიერი. და ეს ფრაზა მომისმენია, რომელიც ძალიან მტკივნეულია. რომელიც არა მარტო თერაპევტისთვის, არამედ რიგითი ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ძალიან რთული გასაგები და მისაღებია, რომ რაღაცნაირად აი ამ სიყვარულის გამო
სხვისი ბედნიერების გამო შენი ბედნიერება დათმო. რაც ცალსახად უგონებ, რომ უფრო მეტად სამუშაო საკითხი არ ეხოლმე, მაგრამ ის რა იქ ვიყვარს და შევთანხმდით, რომ დავშორდეთ, ფაქტიურად არ მსმენია. ადრე ალბათ იყო ხოლმე ეს ოჯახის უფროსი წევრები განქორწინების მიზეზი. დღეს კიდევ არის ასე? გულისხმობ დედამთილს, მამამთილს, სიტყვებს იმამს. იცი რა, არის ხოლმე ეს მიზეზი. ცალსახად, როდესაც ერთად ცხოვრობენ. ან როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ნებისმიერ ოჯახის სხვა წევრის ჩარევა. არ აქვს მნიშვნელობა ეს დედამთილი იქნება, და იქნება, ძმა იქნება. არ აქვს ამას არსებობს მნიშვნელობა. როდესაც ჩარევა ხდება, მან ხშირად ვაბრალებთ, ესე ვიტყვი ამ ადამიანებს. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ჩარევა მათი იწყება მაშინ, როდესაც ურთიერთობაში ბზარია. როდესაც ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან არ ვართ ისეთ ალიანსში, ერთმხარესისი არ ვდგავართ, რომ გვჭირდება, რომ იქ ვიღაცა მესამე პირის დაუძახოთ. თორე თავისი ენერგიით ესე არავინ არ მოდის, რომ მე ხა მინდა მოგახვიო თავზე რაღაც ჩემი აზრები. როგორც წესი, ამის წინასწარი განწყობაც არსებობს ხოლმე, რომ ჩვენ ისედაც ცოტა დაშლილები ვართ და ეხა იქ მოდის დედა, მამა და ორივე მხარის მშობლები შემთხვევაში. ადამიანი, ნებისმიერი, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობ დაშორებაზე, იქ ცალსახად პასუხისმგებლობა არის წყვილის ორივე ნაწილის. იქ არ არსებობს, რაც არ უნდა იყოს, აი, სულ რომ ძალადობაზე ვლაპარაკობდეთ, ხო? იქ ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. რატო დავრჩი? და როგორ მოხდა რომ დავრჩი ამდენი ხანი ამ ურთიერთობაში და როგორ მოხდა რომ ვტკენ. რას განიცდის ადამიანი განქორწინებს და მოდი დაშორების ან შეყვარებულობის პერიოდში დაშორებისასაც, აი რას განიცდის ამ დროს? ძალიან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ დაშორების მიზეზია არ არის კონკრეტული ადამიანი და პირიქით ჭყალებში ვიტყვი მსხვერპლის პოზიციაშია გადასული, როგორც წესი იქ ხვდებით არანორმალურად მძაფრ ტკივილს, რომელთან გამკლავებაც ფაქტიურად არის ხოლმე რომ ხელახლა დავიბადო. აი, ჩემმა ერთმა რესპონდენტმა მითხრა სესიაზე, რომ ჯოჯოხეთში ყოფნა არისო. და ეს ჩვენ ჩაწერის წინ მქონდა ზუსტად ეს ჩაწერა და აი ჯოჯოხეთში ყოფნა მართლაც აღწერს ეს მეტაფორა ამ ემოციებს. და უფრო მწარე არის, როდესაც ოჯახის განქორწინება არის, რა კუთხით, რომ იქ უკვე რაღაც ასე ვთქვათ, ცხოვრება-ნაცხოვრებია. იქ უკვე საერთო ღირებულებებზე მეტია ნალაპარაკი. ქართველებს გონია კითხავს, რომ აი, ხა თავი ქუჩი მაქვს პრინციპი, რომ აი ხა ოჯახი მყავს და წი ყველაფერი კარგად იქნება და ამ დროს ეგ არის ძალიან საინტერესო ლიკა, იმიტომ რომ ხშირად მსმენია, რომ დავოჯახდი და რაღა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, ამის იქით რა უნდა იყოს კიდე. და როცა მაგ დროს გაშორებაზე მუშაობთ, ფაქტიურად იქ მუშაობთ ადამიანის აი თავიდან აწყობაზე. და რომ მთელი ღირებულებათა სისტემა ირღვევა და ასე დროს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში მოლოდინების, იმედების გაცრუება, ხშირ შემთხვევაში მეტი გულის ტკენა, იმიტომ რომ მეტი ადამიანია ჩართული. ხალხს უფრო მეტად უჭერს თუ კაცს? თუ გაქვს ეს დაკვირვება? ჩემი დაკვირვება, რაც შემიძლია თქვა კაცს. და თავიდანვე? რაღაცა ეს სტერეოტიპი არსებობს, რომ თავიდან ხალხს უფრო მეტად უჭერს და რაღაც პერიოდის მერე კაცს და ეს არის გარკვეულწილად მართალი თუ სტერეოტიპია? ვერ ვიტყვი რომ მართალია, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიძახი კიდევ ერთხელ. თორე სტატისტიკა არ მაქვს მანდ ნაწარმოები. ხო, გამოცდილება გავს რომ საკმარისი იქნება, მე მგონია. აი, რა შემიძლია იცი მაგ კუთხით გითხრა? ხშირ შემთხვევაში თუ ინიციატორი დაშორების არ აქვს მიშობა ქალია თუ კაცია, ოდნავ უფრო მეტად ნაკლებად ტკივა. იმას ცოტა გვიან ტკივა, თუ ტკივილი მოდის. მე ვიძახი თუ ისეთი ცოტა მოროლეს ჯანმრთელი ურთიერთობა. ვინც ინიციატორია, იმას ნაკლებად ტკივა, ხო? იმ მომენტში. იმ მომენტში. ვისაც შორდებიან და ვინცაც ეუბნება რომ всё, მე შენთან დავამთავრე, იმას ცოტა მეტად ტკივა ხშირ შემთხვევაში. მაგრამ მანდაც არის განსხვავება. ნახე, თუ არის გონია რომ კარგი ურთიერთობა, ყველაფერი კარგად არის, არ ვშხოვოთ და ერთ დღეს უბრალოდ მიცხადებს ჩემი პარტნიორი, რომ კარგად იყავი, მე შენ გშორდები, ესე გავგებრა თან, всё, აღარ მომწონხარ ან რაღაც ესეთი. ეს ბევრად მტკივნეულია, ბევრად რთული გადასალახია და ბევრად მეტი თერაპიული სესია ჭირდება გულწრფელად, რა ვთქვათ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვხვდებით სიტუაციას, რომ ადამიანი დაშორდა, იმიტომ რომ აღარ უნდა იმ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ვეღარ უძლებს თუ რაც არის, არ აქვს საერთო მნიშვნელობა, ის რაღაც მომენტი გამარჯვებულის პოზიციით არის.
თითქოს ის არის ის, ვინც თითქოს რა ის არის ის, ვინც აიღო პასუხისმგებლობა თავის ხელში და გადაწყვიტა, რომ გადაედგა ნაბიჯი საკუთარი თავისკენ პირველ რიგში და მე იმ სხვა ადამიანისკენ. და მან ტკივილი ნაკლებია ხოლმე. იმ კუთხით, რომ გაცნობიერებული დაშორება თუ არ, თორე როცა უბრალოდ რომ მე შენ გშორდები და სიტყვებს უკან აღარ წავიღებ და მაინც დაგშორდები, კივა, მაგრამ დაგშორდები, ხო, მან ცოტა უფრო დიდ ტკივილში ვიმდივართ. რას ეთქოთ იმ ადამიანს, ვისაც ბევრჯერ დაშორდნენ? ანუ შენ ახსენე გამარჯვებული და დამარცხებული გამოდის მაშინ ეს ადამიანი და ოკეი, ერთხელ მე რაღაცა იმედი გავს მეორეჯერ და ეს თითქოს ეგუება ამ ყველაფერს და აქედან ანუ დამარცხებულის პოზიდან გამოსვლა ძალიან რთულია და მე ახალი ურთიერთობის შიშიც ალბათ აქვთ და რა შეიძლება რომ ასეთ ადამიანს უთხრათ? პირველ რიგში დავაზუსტებ აქვე რომ დამარცხებულის პოზიცია ხშირად არის თავიანთი განცდა. ხშირად არის აი ეს ტკივილი მე ისე მიმატოვეს. აი უარყოფის განცდა, rejection-ს რასაც უძახეთ რა. ეს მომენტია, თორე თერაპიული კუთხით თუ ვიტყვით, ორივე გამარჯვებულია მაგ სიტუაციაში, ცალსახად, იმიტომ რომ ორიომ დაინახა, რომ იქ რაღაც არ არის კარგად. მინიმუმ დაინახეს დასაწყისში და მე წავლენ და იმუშავებენ თავის სამუშაოზე. ყველა ხოვნები რომ ამას დაინახა, რომ სწორად მოხდა ის რომ დაშორდა. რომ რაღაც ბენეფიტი არსებობს, სარგებელი არსებობს. მაგრამ თუ ესე შევხედავთ ადამიანებსაც ბევრჯერ დაშორდნენ, აქედან მივეტყოდი. შეკითხე რა შენ თავს. რა არის, რის გამოც გშორდებიან? რა არის, რასაც ამდენ საკეთებ, რომ არ დაგშორდნენ? და როგორ ხდება, რომ შენ შორდები შენ თავს? და პირველი მომენტი მაინც პატერნულად რო ვთქვათ, მე ვარ დაშორებული ჩემ თავს. ურთიერთობაშიც შევდივარ თუ რა ეტაპზე? არა, ურთიერთობაში როდესაც ვარ და ეს პატერნი მეორდება, რომ შორდებიან. ესე იგი, სადღაც ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მე ჩემ თავს არ ვხედავ. არ ვიცნობ. ცოტა დიფლექსირებ შეიძლება ესეც ვთქვა და არ მინდა დავინახო შევამჩნიო ჩემ ცხოვრებაში მიმდინარე ამბები. ამიტომ სულ ამბობ ხოლმე რომ როგორ ხდება რომ შენ ჯერ შორდები შენ თავს და მე გშორდებიან, იმიტომ რომ თუ ადამიანმა თავის თავი არ დატოვა, მაგ შემთხვევაში ვინც არ უნდა დაშორდეს, ეგეთი მძაფრი ვერ იქნება, იმიტომ რომ თავის თავი ეყოლება. მაგრამ თუ ადამიანმა საკუთარი ბედნიერება გადააბარა მეორე ადამიანს, ან დაქორწინებას, ან შეყვარებულობას, მოვლენას, გამოტოვა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ხო, მან გვაქვს ტკივილი საკმაოდ მძაფრი. ამიტომ ერთადერთი ალბათ სამუშაო მექანიზმი რაც არის, გამყარდეს საყრდენები პიროვნების, დაინახოს ვინ არის. არ ვამბობ მე ნარცისულ და ეგოტურ მდგომარეობაში გადავიდეს მეთქი. უბრალოდ აღიქვას საკუთარი თავი. თავის რესურსები დაინახოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვეხებით იმას, რომ ეგრევე მომენტალურად აუფასურებს ადამიანს საკუთარ თავს და ამბობს, რომ აი ამ ურთიერთობაში არ გამიმართლა და მე არსად კარგი არ ვარ. მე ბედნიერი აღარც არ ვიქნებ. პრობლემებს ეძებს საკუთარ თავში. თუ ეს ნორმალურია, იმიტომ მე მქონია მაგალითად საკუთარ გამოცდილებას გეტყვი, რომ პირველი მაქვს ხოლმე რომ რა მე შეიძლება არასწორად გავაკეთე. შეიძლება მე ესე ვიგონებით ვუყურებ რაღაც რომ და ცოტა ემოცია ნაკლები რომ მაქვს რომ არა, ანუ არ გამიკეთებია და ეს კარგია რომ ესე მოხდა, მაგრამ მაქვს ხოლმე ის რომ აი იქნებ მე გავაკეთე რაღაც არასწორად გემესამე რომ მექნა და ნუ პირველი რაც არის პასუხი ამაზე ვიცი ხოლმე, მაგრამ მაინც აი მეგობრის დასწორი რო გჭირდება მივიდოდი და ვეკითხე. მე კი ვიცი ამაზე პასუხი, მაგრამ შენ რას თვლი? აი ეს ნორმალურია თუ ეტაპია გასავლელი თუ ეს უკვე არაა სწორი თავიდანვე რომ იმას ეწევ პრობლემას. ინდივიდუალური ეგეც, მაგრამ ნორმალურ და ესე არანორმალურს ვერ დავარქვევ ვერაფერს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის კრეატიული ან შემოქმედებითი მორგება, რაც მუშაობს, არის ოკეი, მისაღებია. უბრალოდ მან მთავარი ამბავი არის ის, რომ როცა მე ეგრევე ის არის მომაკ ჩემ თავზე, რა გავაკეთე ხა მე ცუდი, რა მივიწერე ცუდი ან რაში არ დაუჭირე მხარე ან რაღაც როცა მოდის, ესე იგი მე რაღაც მომენტში ბავშვობაში სადღაც იქ და მაშინ გამჯდარი მაქვს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. და მივდივართ მათ მშობლების და შვილების ურთიერთობასთან და მივდივართ დაახლოებით როგორ გამოცდილებასთან, იცი, როდესაც მშობლები ერთმანეთში ხშირად კი ინკლაობენ და ბავშვს უწევს შუაში გამშვებლად დგომა. ან ცოტა უფრო რთულ თემაში თუ წავალ და სიმძიმეში წავალ, ხშირ შემთხვევაში გაგებული გექნება ეგეთი ფენომენი, ურთიერთობები როცა არეულია ცოლ-ქმარს შორის და უცებ ცოლი აჩენს ბავშვს. მეორეს, მეხუთეს, მესამეს რა მნიშვნელობა აქვს.
და თავში აქვს ხოლმე ეს, რომ ეს ბავშვი რო იქნება, მე ოჯახს შევინარჩუნებ და რაღაც როცა ეს ხდება. როგორც კი აი ამ მიზნით ერთი წავი მაინც ეს მიზანია ადამიანს გაულის თავში, ჩვეულებრივად კოდს ვაძლევთ მუცლად მყოფ ბავშვს. აი დღეების ჩასახულ ბავშვს ვიძახე. ვაძლევთ კოდს, რომ ის მუდმივად თავის ცხოვრებაში ირგებს შუამავლის როლს. და თუ დავაკვირდებით, არა მარტო პირად ურთიერთობებში, არამედ სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში არის ის, ვინც ყველა სიტუაციას ერგება. და people pleasers რასაც ვიძახით ხოლმე, გადადის მაგ მოუწე. და მაგნაწილის თერაპიული მუშაობა, გამოყვანა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია, რომ ადამიანმა მიიღოს, რომ მისი პასუხისმგებლობა არ არის სხვისი ბედნიერება. ამიტომ აი შენ მაგალითად ცოტა უფრო ახლოს რომ მოვიდე, შენ შემთხვევაში რა არის, რომ თერაპევტები, ფსიქოლოგები განსაკუთრებით ვართ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მაგით დაჯილდოებული, რომ ვითვალისწინებთ ძალიან ხშირად სხვა ადამიანებსაც. აი ეს რაღაცა სხვა ადამიანზე ზრუნვის პატერნი თითქოს ბუნებრივადაც მოყვება და ალბროსი დავარ და შესაბამისად გამარჯობა მეც. ხო, ეგ არის. ეს მაქვს, ჩემი ძმის მიმართ სულ მქონდა. დღემდე ეხლა შემოფრო ნაკლებად, იმიტომ თავის ოჯახი ყავს, მაგრამ ადრე განსაკუთრებით ეს ძალიან ის თან ერთ სფეროში, ერთ სკოლაში და თან აქტიურად იყო ჩემს ჩართული. ძალიან მესმის ანალოგიური გამოცდილება მაქვს და აი ზრუნვა რაღაცა სხვანაირი. წელიწად ნახევრით პატარაა ჩემი ძმა, მაგრამ მაინც როდესაც ურთიერთობები ხდება რაღაცა კონფლიქტია თუ რამე უჭირს თუ რაღაც მე სულ მაქვს ის განცდა რომ მე ვალდებული ვარ გავაკეთო რაღაც მოვა. და მე ამ დის როლს სხვა მამაკაცებთანაც კარგად უფროსი დის როლს რომელიც ვიღაცა დედის როლს ეძახის მე რაღაცა კარგად ვირგებ ხოლმე რაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი წინაპირობა იმ დაშორების და იმ ყოველდღიურადაც ვისაუბროთ. აი ეს ზრუნვის ნაწილი ხო მან მოყვება ყველა ადამიანს ვისაც ეს მეტნაკლებად დანახული აქვს ამუშავებს განსაკუთრებით თუ ამუშავებთ ამ ნაწილს უკვე ვიცით რომ იგივეს ვაკეთებთ ხალხნო მაგრამ მაინც ვაკეთებთ რა. ამიტომ ხო ხანდახან მომგებიანი პოზიცია პარტნიორებისთვის ეგ რომ ზრუნავენ კომფორტში არიან თუ ესე შევხედავთ მაგრამ იქაც კომპენსირება ხდება პარტნიორების მხრიდანაც ნახე როგორ მაკლია დედა მაკლია და მაკლია რაღაცა ზრუნვა და სიყვარული მერევა ამ ზრუნვაში. ეგეც არის ხოლმე ხშირად და ამიტომ სამწუხაროდ მაგ მოთხოვნილებით იზრუნონ ჩემზე და კარგად ზრუნავენ ჩემზე და მეც კარგად ვასრულებ ზრუნვის მოთხოვნილებას გვერევა ხოლმე სიყვარულში და ოჯახდებიან ფაქტიურად ფანტაზიაზე. შეიძლება ესეც დავარქვათ. ამიტომ ხომ მაგ შემთხვევაში როცა ერთ-ერთი გამოიღვიძებს და მიხვდება რომ ეს ურთიერთობა ცოტა განსხვავებული ურთიერთობაა, რა თქმა უნდა იწყება დაშლა. განქორწინებას თუ აქვს რაღაცა ასაკი? ანუ სად უფრო რომელიმე ასაკი თუ არა, რაც უფრო ხშირად ხდება ხოლმე? ვიცი რა, ეხლა ბოლო პერიოდში რასაც უყურებ 40 წლამდე, 45 წლამდე 27-28-დან ყველაზე მეტად არის მოხშირებული, რასაც ტენდენციას შეიძლება დავარქვა, იმიტომ რომ ფსიქოთერაპევტები საუბრობდით ამაზე ევროპის მასშტაბით, მაგრამ გაგიკვირდება და ბოლოს ერთ-ერთმა კლიენტმა გამიზიარა, რომ ბებია შეიძლება გვაჩვენი დაშორდნენო. 70 წლის ხალხი. და ცოტა შოქში ვიყავ, ეხლა რატო დაშორდნენ და მთელი ცხოვრება უნდათო და უბრალოდ ეხლა მიხვდნენო, რომ შეუძლიათ თავისი ცხოვრებით იცხოვრონ. როგორი ცოტა მხიარულია ეს ამბავი რაღაც მომენტში, მაგრამ რეალურად რამხილასებდა ამანდ. რომ ადამიანებმა 40 წელი, თუნდაც 50 წელი გაატარას ერთად იმის მოლოდინში რომ უფლებას მიცემდნენ საკუთარ თავს, რაღაცა საკუთარ თავისთვის და ამ დროს როცა ხა ჩვენ ვიცით რომ ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია გვერდზე პარტნიორი ყავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგ ასაკში ვიღაცა ყავდეს ზრუნვის ობიექტი ან ასე შემდეგ. შენიანი ყავდეს. და მან ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ შენიანობა არ ნიშნავს იმას რომ აი მე 70 წლის ხალხს ძალიან უყვართ ახლა ერთმანეთი. როგორც წესი ეს უკვე გადადის ხოლმე მართლა ზრუნვაში. იმიტომ რომ რაღაც ასაკები ხო არსებობს, სადაც უფრო მეტად აქტიურია წყვილი და უფრო ემოციები მეტია და უკვე იწყება რაღაცა ესეთი ზრუნვის სითბოს ასაკი ესე რომ დავარქვათ. 60 წლიდან ზევით შეიძლება ვისაუბროთ უკვე იმაზე, რომ ადამიანებს სჭირდებათ ეს ბუდე. იმიტომ რომ თერაპიაში ხო ვიცით რომ როცა ჩვენ საქმეს ვასრულებთ, გავზარდეთ შვილები, შვილიშვილები, გავუშვით ცალკე და მარტო დავრჩით სახში. ცარიელი ბუდეა ის, რასაც
თერაპიულადაც ესე ქვია ცარიელი ბუდის ტრავმა, ხო? და როცა რჩებიან მარტო იწყებენ ხანდახან მეორეს უნდქვას და რას გულისხმობთ მაგაში? ერთად რაღაცების კეთებას, დახმარებას ერთმანეთის. ხშირ შემთხვევაში უფრო თბებიან ერთმანეთის მისამართით ადამიანები. და როცა ასე დროს უკვე ამ პერიოდში გადაწყვეტენ განქორწინებას, ხო ეს იქ რაღაც ძალიან მწარე ხდება. დიდი ხანი რასაც ვერ უძლებდნენ და შეიძლება შვილების გამო თუ რის გამო აკეთებდნენ. შეიძლება შვილები გაიზარდან ერთი და მეორე საზოგადოებაც გაიზარდა და უკვე აღარ არის ყოველფრის ფასად რომ უნდა შეინარჩუნო ოჯახი და უკვე მიმღებლობაა განქორწინების უფრო მეტად ალბათ. ეგეც არის ნაკლები კრიტიკა თითქოს განქორწინების მისამართით, მაგრამ აქვე შეიძლება ხა დიდ ასაკზე აღარ ვიტყვი, უფრო პატარა ასაკზე ვიტყვი. ხშირ შემთხვევაში განქორწინება 1-5 წლის წინ მაინც იყო ის, რომ სპონტანური, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება, არაგააზრებული გადაწყვეტილებების შედეგი ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე. გულისხმობ იმას, რომ მომეწონა, მომწონს, მოვწონ ვარ, შეგვიძლია რაღაცა გადავიდეთ ერთად, ხშირ შემთხვევაში ერთად გადასვლას ეძახდნენ მერე ქორწინებას. და აი აქ როლებიც განაწილებაც არ იყო და შეიძლება ამ ურთიერთობას ერთი მხარე ეძახეს უბრალოდ boyfriend and girlfriend ურთიერთობას და მეორე მხარე ეძახეს ამას ოჯახს. და მან ძალიან დიდი განსხვავება, იმიტომ რომ ღირებულებათა სისტემაში ყო განსხვავება. და ეგეთი ღირებულებათა სისტემის განსხვავება როგორც წესი ვერ უძლებს. წლებს მით უმეტეს ვერ უძლებს. და განქორწინების ნაწილშიც მარტივად ჩორდები რამ დროს. და არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაც ძალიან ისე ხშირად მესმის, რომ დავის დავქორწინეთ, რატომ არა? და რო ხვდებიან ქორწინება არის პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით თუ ჩდება ბავშვი და მალევე თუ ჩდება ბავშვი, მან ხო არის ისიც, რომ ჯერ არიციან თანაცხოვრება. მინიმუმ 1 წელი არ უცხოვრია ამ ადამიანებს ერთად, რომ გაიგონ რამდენად უნდათ ერთად ყოფნა და უცებ შემოდის პასუხისმგებლობა, რომელიც არის რომ გაინაწილონ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე ზრუნვა. და ამისთვის მზად არ არიან. და ხშირად აი 6 თვემდე, 8 თვემდე ქორწინების პერიოდში გაქორწინებები 3 წელი იყო შეყვარებულები, მე ქორწინებაში იყო კიდე 3 წელი და ბავშვით გაჩენიდან რამდენიმე თვეში დაშორდა. კი, ძალიან ხშირია, ამიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, დანახული წინასწარ და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან კარგია თუ ადამიანს საშუალებაზე არ არის, ხა ისეთი ფუფუნება არ არის, მინიმუმ 1-2 სესია მაინც აქვს გავლილი თერაპიაზე, რომ დაინახოს ერთმანეთი. მოლოდინები თუ რამეა გამოიტანონ, გამოჩნდეს, რომ ამით შექმნან ცოტათი უფრო მყარი საყრდენი, მოდი მე ესე ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება რა თქმა უნდა სიყვარულზე მყარი საყრდენი ესეც ალსახად არაფერი არ არის, მაგრამ ამ სიყვარულშიც დავინახოთ რა მიყვარს მე შენში. რომ ვიცოდე და შენც იცოდე, რომ ეს არის ის გარდამტეხი მომენტი, რაც მიყვარს. იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდა თავში ერთ-ერთი кейსი, სადაც ძალიან ბედნიერად იყვნენ წყვილი, ძალიან ისეთი როგორ თქვა, კარგად გამოფრანჯულები ორივე ყოველთვის. მე უბრალოდ ჩემი კლიენტიდან ვიცი რომ ორივე გამოფრანჯული იყო, იმიტომ რომ ერთი მყავდა მე კლიენტად და ქალბატონი და მეუბნება ეგეთ რამეს, რომ რო დავქორწინდეთო, ცოტაო ხო დავეღალეო ისეთი გაფრანჯული სიარულითო, დეითებზე როგორი გადაბრანჯულიც დავდიოდიო და რა ჯინსებიოთ მოვესე, ავიწიეზევითო, რაღაცა ისე ჩაუბრად სახურად ჩავიცვიო. და ხშირად მეცვა უკვე ესეო. და ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ მე ესეთი შენ არ მიყვარხარო. მე მიყვარხარო შენ ძალიან გამობრანჯულიო. და ამ ადამიანს გაუჭირდა ამ კაც შეგუება ესეთი casual სახური ადამიანის და ეს გოგონა ამბობდა, რომ მე არ ვარ ისეთი. მე დეითებზე ვიბრანჯებოდი. ამიტომ დასაწყისშივე მნიშვნელოვანია ჩვენი თავი გამოვიტანოთ. და მართლა ხო არის ხუმრობა, რომ მაკიაჟს რომ მოიხსნის ადამიანი და სხვა ადამიანი ხვდება. საკუთარი თავის მიმღებლობა პირველ რიგში ეს არის გასაღები რომ ურთიერთობა შენარჩუნდეს. ახსენე რომ ძირითადი მიზეზი რატომაც საყრდენად თუმაც ქორწინებიან ეს არის სიყვარული. რაღაცა ეტაპზე არ ვიცი შეიძლება ამ სიყვარულის გამო ადამიანები იბრძვიან რომ არ დაშორდნენ. აი საერთოდ მე იყოს ეს ურთიერთობა საბრძოლველი თუ როგორც კი მიხვდები რომ რაღაცა პრობლემა უნდა დაშორდე. შენთან ალბათ თქვი რომ ძალიან იშვიათად მოდიან დასაწყისში უფრო მეტად როცა პრობლემა აქვთ მაშინ მოდიან. ანუ არის რაღაცა ეტაპი რომ ეხა უნდა დაშორდე თუ ურთიერთობა უკვე საბრძოლველია უნდა გაეშვა და გაუშვა.
ცალსახად ვიტყვი ჩემი დამოკიდებულებას, ეს ძალიან პირადი დამოკიდებულებაა. თუ კი მაქვს სურვილი ვიბრძოლო ურთიერთობისთვის და თუ კი ჩემ პარტნიორსაც აქვს სურვილი რომ ვიბრძოლოთ ამ ურთიერთობისთვის, აუცილებელია მცდელობა. და ზუსტად ეგ აუცილებლობა არის ხოლმე თერაპიაზე მისვლის პირველი მართლა ეტაპი, რომ აი რაღაც პრობლემა გვაქვს, არ გვინდა რომ დავშორდეთ და დაგვეხმარე მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დავინახოთ რა პრობლემაა და მე გადაჭრაზე ვიმუშაოთ. და ეს არის იდეალური კომბინაცია თუ ესე ვიტყვით. მაგრამ თუ კი ვგრძნობ, რომ მე ამ ადამიანის მიმართ პატივისცემად ვსწავ და ხშირად არის ხოლმე ქართულ კულტურაში განსაკუთრებით შევაცშვიეთ ტონი და სიტყვები ერთმანეთს და გაცნობიერებულად გულს ვტკენთ ერთმანეთს, მანდ უკვე გადავდივართ ტოქსიურ ურთიერთობაში. სადაც რაც არ უნდა მიყვარდეს და მე ვტკენდე მას, ეს უკვე არის ჭყალებში თქვი განაჩენი, სადაც უნდა შევხედო რა მაჩერებს ამ ურთიერთობაში, რა არის ჩემი მთავარი საყრდენი, რატო დავრჩი ამ ურთიერთობაში და როგორ მოხდა რომ საერთოდ ეგეთ ცუდ მომენტებს ვაკეთებ და ესეთ ცუდ თუნდაც სიტყვებს, რა ვიცი, ბილსიტყვაობას თუნდაც ვაჩვევ ჩემს პარტნიორს. ან პირიქით მე ვარ ის, ვისაც ეუბნებიან ამ ყველაფერს და რა არის ის, რაც მაძლევს თითქოს ვალდებულებას მოვითმინო. მე არ რომ უფრო შეუბრუნო ის სიტყვა და დიდი კონფლიქტი აწიო და უფრო სირთულე შექმნა, მაგრამ მანდაც არის რომ თუ კი მე ესე მდგენენ, ესე მოდი ესე ვთქვათ, არა ადამიანურად ვიტყვი, მეკცევიან რაღა მაჩერებს იქ. და ამ დროს მართლაც შეიძლება ერთ-ერთ გამოსავალ ვთქვათ, რომ თერაპიამდეც კი შეიძლება ვისაუბროთ დაშორების ნაწილებზე. მაგრამ როდესაც ორივე მხარეს უნდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რომ მცდელობა დღირს კი აუცილებელია. ოღონდ ამ მინდას უკან არ უნდა იდგეს მინდა ბავშვის გამო. არის ეგრე რომ უნდოდეთ და აი მაგაც გონია რომ მარტო ფილმებშია რომ დასხდებიან და პრობლემაა და მოდი თერაპევტთან მივიდეთ. თუ პრობლემა აქვს, ესე წარმომიდგენა შეგოცდები, პირდაპირ რაღაც ან კამაზე ან დაშორებაზე მიდიან. სტანდარტულად პირველივე ეს კონფლიქტის დროს არის ხოლმე რომ დავშორდეთ. რა თქმა უნდა პირველი ეს, იმიტომ რომ კონფლიქტი ოჯახური კონფლიქტი არ არის, რომ ხა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვემთხვევით და წავედით ჩავკიდეთ ხელი თერაპიაზე, სამწუხაროდ ეგეთ განვითარება არ გვაქვს. მაგრამ ყოფილა შემთხვევები გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ ასეთი მეყოფა ჯამოვთვალო, სადაც მივთქვიეთ, რომ ჩვენ ერთმანეთში რაღაცა აღარ მოგწონს, რაღაცას ვტკენთ ერთმანეთს გულს, ჩვენი სიტყვებით გულს ვტკენთ და მოვედით რომ გავიგოთ რა გვჭირს და არ მინდა რომ ეს ვაკეთო და რატომ მიწევს ეს ადამიანი, ესეც კი უთქვიათ, რომ რაღაცა ცუდად მოვექცე. ეგ არის აი მართლა 10 თითი მეყოფა. პირველი რაც ხდება ხოლმე არის კონფლიქტი, ემოციური ტკივილი, ასე შემდეგ, სადაც მოდის ფრაზა დავშორდეთ. და ეს სიტყვა დავშორდეთ არის ხოლმე განგაშის სიგნალი. და ამ განგაშის სიგნალზე ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ყოველ შემთხვევაში იწყებენ რომ თერაპევტს მოვძებნი, წავიდეთ თერაპევტთან და თერაპევტთან მოდიან როგორი მოლოდინებთ, იცი რომ შეგვარიგე რა. როცა მეუბნები მე ეს უნარი არ მაქვს, რომ მე თქვენ შეგარიგოთ. მე შემიძლია დაგანახოთ ერთმანეთი, გაგახსენოთ როგორ მოხდა რომ შეუღლდით. და ხშირად ვანებე ხოლმე კლიენტებს მაგას რომ აი როცა ძალიან ნაწყენი ხარ და როცა იცი ხა მე ამას დავშორდები და მოვშორდები. აბა დაფიქრდი პირველად რომ დაინახე რა იგზენი. გაიხსენე რა ეცვა. გაიხსენე როცა გადაწყვიტე რომ ეს ადამიანი ჩემი მეუღლე გახდება. რა ემოცია იგზენი. და როცა იხსენებ, სხეულში იმპულსი ხომ მოდის. და ამ იმპულსს თუ ვეღარ გრძნობ, მანდ არის უკვე სამწუხაროდ დიდი ტკივილი. და მინდა ესეთი რაღაცას კითხა ნინა, როგორც ვიცი, შენი მშობლებიც არიან განქორწინებული. 2 წელი იყვნენ დაშორებულები, ჩემი მშობლები ჩემ ბავშვობაში. და მე ისე მე შეგეკნა. ოკეი. აი ეს არ ვიცოდი. მაინტერესებს აი მაშინდელი შენი პატარა ნინოს ტრაუმა რა იყო, რამე ადგილებთან ასოცირდება და მშობლებს რა არჩევას მისცემ, როგორი ურთიერთობა გქონდეთ ამ დროს ბავშვებთან? რა უნდა გააკეთონ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე და ნაკლებად მტკივნეული იყოს, ანუ არ არსებობს ალბათ რომ არ იყოს მტკივნეული, მაგრამ ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში მტკივნეულია. 5-დან 7 წლამდეა ეს პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. ვიტყვი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო თანამედ. იმიტომ რომ მე არანორმალურად ვიყავს ჩემი ორივე მშობელი.
განსაკუთრებით მამა. და აი ეს როცა გადავედით მოკლედ დედასთან ერთად სხვა სახლში, სულ ვიხსენებ ხოლმე და თერაპიები ამაში რა თქმა უნდა ძალიან ეს არის დამხმარე მახსენებს ყველა ემოციას რა იყო რომ გადავიარო, გადავხარშო უფრო მარტივად, ხო? ეხაც მოდის ხანდახან ემოციები. სულ მომდის განცდა რომ მე მუდმივად ველოდებოდი მამას. და მამაჩემ ძალიან ხშირად მოდიოდა, ძალიან ყურადღებიანი და ძალიან ჩართული იყო. მაგას ვერ ვეტყვი. უბრალოდ ერთადერთი რაც მოიტანა დღეს მაგალითად ამან ჩემს ცხოვრებაში დაგავლენაც აქვს, მე ძალიან მეშინია ქათმების დღეს. ცოტა მეზიზღება კიდეც ესეც შემიძლია თქვა და არ ვჭამ არანაირი ქათმის პროდუქტს. ფრთიანის, ბუმბულიანის პროდუქტს. ბალიჟზე თავი არ მინდავს და ასე შემდეგ. ეს როცა წავიღე თერაპიას, იმიტომ ვერ ვიგებდით რა იყო ეს რა მემართებოდა. 10 წლის წინ ალბათ ეგ. გავაცნობიერე რომ რაღაცა გადაულახავი ფობია, რომელიც საიდან დაიწყო, არ ვიცით. და ერთ-ერთი ცოტა ღმა მუშაობის დროს გამახსენდა, ამომიდევდები და ეგეთი სურათი, აი ტრანსის დროს დავინახე სურათი, სადაც მე ვარ სახლში, ეზოში და გვყავს პატარა წიწილები, რომლებიც აჩუქეს ჩემს ძმას გასართობად ბავშვობაში, რომ გაეზარდა და მოკლედ ეს რაღაც უნარები შეეძინა და ეს წიწილები და ქათმები დადიან ძალიან დიდი ეზოგვაქ. და ამ დროს ვხედავ რომ მამაჩემი მოვიდა ჩვენს დასაყვანად, სადღაც უნდა გაგვართოს, სტანდარტულად ყველაზე ძალიან მეყვარდა რომ მივდიოდი, ეს ნიშნავდა რომ კარგად ვიყავი, მაგრამ მილიარდჯერ კარგად ვიქნებოდი, გავერთობოდი და ბევრი კინდერი მექნებოდა. ხო, ბავშვს ახლა რა უნდა მეტი. და მახსოვს ეს მომენტი, როდესაც დედაჩემი და მამაჩემი დაელაპარაკდნენ ერთმანეთს. და რაღაც მომენტში მამაჩემმა თქვა, რომ მეო შენ მოგაკითხეო, შენ სანახავად მოვედიო. დედაჩემს ეს უთხრა. და აი ამ მომენტში ჩემი რაღაცა კოშკი დაინგრა. რომ მე მეგონა რომ ჩემთან მოდიოდა. და ბუნებრივია რომ ჩვენთანაც მოდიოდა. უბრალოდ იმ მომენტში განცდელი ყველა ემოცია, ყველაზე ახლოს ახლა ტრანზაქციულადაც რომ შევხედოთ, რამაც გამიარა იყო ბუმბულიანი არსება. და მამაზე ხო ეს ემოცია ვერ წამომივიდო და სტანდარტული ამბავია ეს, პროიდისეული. გადავიდა ამ ქათამზე. და მას შემდეგ, იმიტომ რომ მე გამახსენდა რომ ბავშვობაში ძალიან გემრიელად გიახლებოდით ქათმის ხორცს. იმდენად დაგენერალიზდა შემდგომ რომ მე მახსოვს ბავშვობაში სკოლაში ვეხუმრებოდით მე ბავშვები ერთმანეთს ვაწვალებდით ჩემი კლასელი დამზადდა ხოლმე ფარშევერგის ბუმბულით იმ პერიოდში ძალიან ის იყო ხოლმე და მახსოვს რომ აი ისტერიკამდე მივსულა შეშისგან წლების მერე ჩემი ძმა გამხუმრებია და აი ქათამი ახლოს მოუყვანია ანჩიტი ახლოს და რა თქმა უნდა ბავშვობაში ხო ვერაცნობიერებ როგორ შეიძლება ეშინოდეს ხა აი ამ რაღაცას მაგრამ ეს იყო ხოლმე ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ეხლა დღესაც რო ქათამი ან რაღაცა ძალიან ახლოს მოვიდეს მტკივნეულია უბრალოდ თერაპიაში როცა დავინახე გავაცნობიერე მივხვდი რომ ეგეთი საჭირო ბუმბული და ქათამი ჩემს ცხოვრებაში არ არის ამ ზუსტად რომ დავაფოკუსირო ეს თემა და რაღაცა თერაპიაში ვიმუშაო დრო დავხარჯო ბევრად მეტი ხდება რაცაც ჯობია დავუთმოთ ხოლმე დრო ამიტომ ეხა დავტოვე ეს ემოცია იმ დონეზე რომ ბუმბულიან ბალიჟზე შემიძლია პირსახოცი დავაფარო და ისე დავდო თავი ჩიტებთან ეკათმევდა არ გავივული ახლოს მაგრამ ქუჩაში რომ ხვდებიან არ გავვივარ და შეიძლება ეგ იაროს და ოკეია და გული პანიკა არ მემართება და პანიკურ შეტევა არ მიწყება და more or less ოკეია ამათთან ერთად უკვე ცხოვრება თუ ამ კუთხით შევხედავთ მე თერაპია დამეხმარა იმაში რომ ეს რა ვიცი რამდენი წლის მერე 20 წლის მერე დამემუშავებინა ეგ თემა 25 წლის მერე მაგრამ ხო არის დაშორებაში სხვადასხვანაირი მომენტებია ხშირ შემთხვევაში ბავშვები თავის თავსაც ადანაშაულებენ მაგალითად შაბოლმა რა შეიძლება რომ ამ დროს გააკეთოს პირველი რაღაცების გარო თავშული დაიცვას პირველი რაც არის აუცილებლად ორივე მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს რომ ჩვენ შენ გვიყვარხარ აჩვენონ რომ მათ ორივეს უყვართ ბავშვის გამო ამ შემთხვევაში ვიტყვი მნიშვნელოვანია საერთო ენა გამონახონ და არსებობს რაღაცა დღესასწაულებები ღონისძიებები სადაც ვალდებულებიც არიან მოდი მე ასე ვიტყვი რომ ორივე დაესწრონ და არ იყოს კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით განსაკუთრებით რაც ქართულ კულტურაში გვჩვევია და საბედნიეროდ მე არ მაქვს გამოცდილებაში როცა შენს მშობელზე რაღაცას გეუბნებიან გავხარი მამაშენს დედაშენს მამიკოა ცუდია ისიც ესეთი იყო და გაბრაზავს ბავშვი და კი მამაშენი ხარ და ასე
აი მაქსიმალურად თავი შეკავება მაგისგან, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვს ეუბნებით, რომ შენ ვინც ძალიან გიყვარს, ის ძალიან ცუდია. ან კიდე ხშირად არის ხოლმე როგორი მომენტიც, რომ ვეუბნებით ხოლმე, რომ აი დედა შენ ან მამა შენ მე ესქთან სამშობლოა. და ამ დროს ბავშვს ვაძლევთ როგორ კოც, რომ შენ ხარ ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მამა ან დედა, როცა ვეუბნებით რა მნიშვნელობა აქვს, ის რომ ცუდია, ის ხო შენი ნაწილია. და ბავშვს აქვს თვითგოება, რომ ის არის ძალიან ცუდი, ის რაღაცას ვერ აკეთებს კარგად და სამწუხაროდ ბოზარდობის პერიოდში, როდესაც ხდება ხოლმე ეს და ესე ულანძღავთ მშობლებს, ხო? მან ხვდებით ძალიან დიდი რაოდენობით სუიციდის რისკს. გვაქვს ეს მომენტები, ძალიან დიდი რაოდენობით თვითდაზიანებას და არ მოვყვები დეტალურად როგორი ტიპის დაზიანებებს, მაგრამ საკმაოდ მძაფრს და ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე ძალიან ძლიერ ორგანულ დეპრესიასაც კი. სადაც უკვე ფსიქიატრები ერთობიან და მუშაობენ. თითქოს არაფერი ბავშვს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ის სულ ბედურია. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა ვშორდებით და ყავს შვილი, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ შვილზე, რომ მან რბილად გაიაროს ეს პერიოდი. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ უბედურ და ესეთ წამრებულ ოჯახში ცხოვრებას ეგეც კატასტროფაა. ეს ამის მოსმენის მე რო გადაიფრო განქორწინება, ეს მეორე უბედურებაა, როცა ესეთ ოჯახში მე რეისდება. თუ კი ბავშვის მუდმივად უსმენს კონფლიქტს, თუ კი ბავშვი შეიძლება არ უსმენდეს ნახე კონფლიქტს და ამბობდეს, რომ ჩვენ ძალიან კარგი მშობლები ვართ. კარს მივიხურავთ, ერთხელ მითხრა ერთმა კლიენტმა, კარს მივიხურავთ და ისევ ჩხუბობთ. რა თქმა უნდა. და მეცაც ვიტყვი ხა უკვე ეგ кейსი ძალიან ძველია, ამიტომ ხანდაზმულობაც გასული აქვს. ჩვენთან მოვიყვანეს ბავშვი, პატარა ბავშვი, დამწყები თერაპევტი ვიყავი მაშინ. და არ თერაპიით მუშაობდი. და მეუბნებიან მშობლები, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ბედნიერი ლამაზი ოჯახი გვაქვს, მაგრამ ეს ბავშვი პედიატრმა თქვენთან გამოგვატანა, რაღაცა ვერ არის. აი ეს ტექსტი იყო მშობლიდან, ორივე მშობლისგან. და არ თერაპიაში მიხატავს, რომ ყველა ფიგურას, ცხოველია, სახლია, ადამიანია, ყველაფერი არის გადასერილი. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ემთხვეოდა ეს გადასერვა ხაზიას ერთმანეთს. და ვერანაირად ვერ დამივედი, აი ლოგიკურად ვერ ამოვხსენი რა შეიძლება ყოფილიყო. ხან ისე შევეკითხე, თან პატარა იყო 6 წლის ეს ბავშვი, ხან ესე. არ ვიცი. ვერაფერი ვერ გავაკეთე, სუპერვიზიაზე გავიტანებუნებრივია და ხვდები, რომ მე ვტოვებ რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს როგორც თერაპევტი. დედას ვეკითხები, რომ ბოდიში მეთქი, თქვენი ვენე ვართვით, შეიძლება ბავშვის მუცელს შევხედო? აი უბრალოდ წამოვიდა ეს მოთხოვნილება დამენახა ამ ბავშვის მუცელი. გულწრფელად რო გითხრათ, განცდა მქონდა, რომ თვითონ მქონდა რაღაცა ან აი როგორ იცი გაკაწრული რაღაცა შეიძლება ქონდეს მეთქი, აი რაღაცა ხალი, აი რაღაც ესე წავედი. არაფერზე სულზე ვერ წავედი იმ წუთას. დედა წავიდა ძალიან წინააღმდეგი. 6 წლის ბავშვზე როცა დედას ვეკითხები, რომ თუ შეიძლება მუცელი დავინახო, აქ არაფერი არაეთიკური არ არის პირველ რიგში. თავარია რომ მშობელთან შეთანხმებული იყოს და მეორე როგორ წესი ხარ მშობლები მაგაზე ძალიან ბუნებრივად არიან, რომ წელზევით ბავშვს შეხედო, ბიჭი იყოს ბავშვი, რა პრობლემაა? მამაც წავიდა ძალიან წინააღმდეგი. და მან მივხვდა, რომ რაღაცა ის ესე რომ ვთქვა, სხვა ბუდია რა. და უთხარი, კარგით მეთქი თუ ესეა, მე მეთქი სოციალურ სააგენტოს გამოვიძახებ ახლა, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება რომ მაინც შევხედო თქვენი წინააღმდეგობიდან გამომდინარე და მოკლედ მეთქი გავაკეთებთ რეფერირებას, ხო და რაღაც მომენტში მამა გატყდა და შეხედეთ და ჩვენი მრალიაო. და ხედავ რომ ბავშვს აქვს ჭრილობა დანით ასმოლე, მე დიდი ჭრილობა, იმიტომ რომ ისინი ქონდა ბინტები და მამა მომიყვა რომ ბავშვმა მიიყენა ჭრილობა თვითონ. ჩვენ ვჩხუბობდითო, ყვიროდითო, ჩვენ საძინებელში შემოვიდა ბავშვი და მოკლედ დაიზიანა თავი. და მიიყვანეს ახლა ბუნებრივი პედიატრთან ნაკერებიდან საკმაოდ ღრმა პრობლემაზე ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, ის გადაკვალიფიცირდა და დაიწყო მაგ საქმეზე ესე ვთქვათ მუშაობა, მაგრამ აი ეს მაგალითი მომყვება მე მთელი ცხოვრება. როგორ თერაპევტი უნდა უსმენდეს პირველ რიგში თავის ინსტინქტს, რომ როგორც გიგზნობ რაღაც არ არის, გადამოწმო და მართლა მიეხმარო იმ ადამიანს პირველ რიგში. და მეორე, რა სისასტიკის ჩადენა შეუძლია მშობელს. სისასტიკე ის კი არ არის, რომ მშობელი ცემს ბავშვს. ეს საშინელებაა, რა თქმა უნდა.
და აი ამ ტკივილში აცხოვრებს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. სისასტიკე არის, რომ ვერ ვაცნობიერებდე ჩემი ქცევით იმას, რას ვმართებ. ანუ არ ვურტყავდე, ვეფერებოდე, ვაჭმევდე, ვასმევდე, მაგრამ მიყავს ბავშვი უბედური. და არასდროს რამდენი წელი გავიდა მაქედან, თვალებიდან არა მომდის იმ ბავშვის აი აწყლიანებული თვალები, როცა მიხვდა რომ მე გავიგე რა ჭირდა. და აი ესე ვიჯექი და თითზე მეკიდებოდა პატარა 6 წლის ბავშვი, რომ რაღაცა მექნა. აი ამიტომ მშობლებო, პასუხისგებლობა მშობლობა დიდი და მნიშვნელოვანია რომ მართლა მარტო ჩემ თავზე არ ვფიქრობდე და ბავშვი არსებობდეს ჯანსაღი კუთხით და ჯანსაღ გარემოში და განშორებაში ან ერთადარჩენაში არ ვამბობდე რომ ბავშვის გამო ეგ ტვირთი იმ ბავშვის ტვირთი არ არის. ძალიან ესეთი ეს არის ძალიან რთული მოსასმენი იყო და ძალიან საინტერესოა შენთან მართლა საუბარი იმდენი კიდე კითხვა და იმდენი რაღაცა შემოვისაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოსკე უნდა წავიდეთ და ბოლოს გვაქვს ხოლმე ესეთი ტრადიცია, სტუმარი მისვავს კითხვას ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ იმ თემაზე დაკავშირებით. თავისუფალი ხარ, რაც გინდა შეგიძლია მკითხო. ჩემ საყვარელ კითხვას კითხავ მაშინ. როდის გააბედნიერე ბოლოს შენი თავი? ბოლოს ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი და კარგი გამახსენე, მაგრამ მე როდის გავაბედნიერე ალბათ ისევ სხვას უკავშირდება. ხაი ხა რაც მომდის ესეთი happy moments რაც არის რა როცა ჩემი ძმისშვილი და ჩემი ძაღლი ტობი ერთად ვასაინებ ხოლმე აი ეს კი შეიძლება მათ უკეთებ, მე მსიამოვნებ და საკუთარ თავს უკეთებ. ეგ არის? ეგ არის. ეგ არის და ჩემს დაბადების დღესა ვიყავი მათთან ერთად პარკში სასაინოდ. მეგობრებთან აღნიშნავ სხვა დღეს იყო, მაგრამ ვიკენდზე. ძალიან კაი. ხო, აი რაღაცა ეგ გამახსენდა, შეიძლება უფრო ცოტა ესეთი 36 წლის გოგო სხვა ფიქრები ნაკანდეს, რაც შეიძლება საკუთარ თავს გავაკეთოს, მაგრამ ეხა პირველი რაც გონებაში დამიტრიალდა და რაც გობედნიერეს თერაპიის კითხვაც ეგ უნდა იყოს რა მოტივდება, პირველი იყო რომ ტობი და ნია მომიტივდება და ამჟამად ძალიან მაგარი. მადლობა ნინო რომ იყავი ჩვენი სტუმარი. ისეთი სასიამოვნო იყო მიუხედავად იმისა რომ ძიმე თემებზე ვისაუბრეთ, მართლა ძალიან კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ მე რა ისე ცალკე შეგვიძლია კიდევ ერთ გადაცემა პოდკასტი მივუძღვოთ ამ ყველაფერს და ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ გამოგვიწერონ და ლაიქონ და კომენტარი, იმიტომ რომ ალგორითმი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ასევე ნინოს საკუთარი პოდკასტი აქვს სესია, რომელიც ძალიან საინტერესოა და ნინოს გვერდით შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ. ასევე Facebook ჯგუფი გვაქვს და შემოგვერთდით ამონაცდება ჩვენი ჯგუფის სახელი. მადლობა რომ გიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე და ნინო კიდევ ერთხელ მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და იმ შენს დაკავებულ დროს გამონახე ჩვენთვის დრო.